გამარჯობა. მოდი ვისაუბროთ დღევანდელი ქართული ფეხბურთისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პოტენციურ მოვლენაზე. არა, ნაკრებზე არ ვისაუბრებთ. არც ამომავალ ქართულ ვარსკვლავებზე და არც იმაზე თუ რა შეიძლება იყოს ნაკრების წარმატების საიდუმლო ფორმულა, რადგან ამაზე პასუხი არ მაქვს და როც მქონდეს, არავინ არ შემეკითხება მე. ეს არხი ლაინსმენია და ჩვენ ვისაუბრებთ ნეაპოლიდან პარიზში გადაბარგებული ქართველი ბიჭის საგაზე, რომელმაც საფრანგეთის დედაქალაქის და ლუის ენრიკეს სიყვარული და სიმპათიები სულ რამდენიმე თამაშში მოიპოვა. რატომ აქვს კვარას ტრებლის მოგების შანსი? შეგვიძლია უკვე ჩავთვალოთ, რომ PSG-ს ლიგა 1 მოგებული აქვს. ისინი 26 ტურის შემდეგ მთავარ მდევარს მარსელს 19 ქულით უსწრებენ. საფრანგეთის თასის ნახევარფინალში ისინი მეორე დივიზიონის გუნდს დაუპირისპირდებიან და ფინალში გასვლის შემთხვევაში რეიმსთან საერთოდ მესამე დივიზიონის გუნდთან მოუწევთ თამაში. ფორმაში მყოფი კვარა, დემბელე, ბარკოლა და დეზირე დუე ნებისმიერი გუნდისთვის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო შევტემ ზოლს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ეძღვნება ჩვენი ვიდეო PSG-ს სეზონს და მათ შანსს მოიგონ ყველაზე პრესტიჟული ევროპული ტურნირი პირველად კლუბის ისტორიაში. პირველი მიზეზი, რატომაც პარი სენ-ჟერმენი ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, ლუის ენრიკე. ესპანელმა სპეციალისტმა ამ სეზონში დაჯაბნა თანამედროვე ფეხბურთის საუკეთესო მწვრთნელი და ტაქტიკოსი, პეპ გვარდიოლა. მართალია ეს ამ სეზონში ბევრს გამოუვიდა, მაგრამ წმინდა ტაქტიკური კუთხის ყველაზე ნათლად ეს ენრიკემ გააკეთა. მეროთფინალში გუნდმა გამოვიდა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი ლივერპული, რომელიც პრემიერ-ლიგაში აბსოლუტურად დომინირებს. პარიზელებმა არა მხოლოდ ძალა, არამედ უმაღლესი დონის მენტალობა გამოაჩინეს. სახლში ლივერპულთან წაგებული თამაშის შემდეგ ენფილდზე არც ერთ გუნდს არასდროს არ გამოსვლია, რომ შემდეგ ეტაპზე გასულიყო. მერსისაიდელები პარიზელებმა როგორც პირველ, ისე მეორე თამაში დაჩაგრეს და ორივე მატჩი თავიანთი რითმით წაიყვანეს. მაგრამ რა შანსი აქვს PSG-ს ჩემპიონთა ლიგის მეფესთან, მადრიდის რეალთან? რა შანსი აქვს მფრინავ ბარსელონასთან, გამოცდილ ინტერთან, ბაიერნთან? წინასწარ დასკვნებს ვერც ჩვენ და ვერც ერთი ანალიტიკოსი ვერ გააკეთებს, მაგრამ გავუყვეთ მათ შანსებს ყველა ამ გუნდთან. ბარსელონა ფლიკმა მანქანად აქცია და საოცარ ფორმაში არიან. თუმცა რამდენჯერმე ამ სეზონში მაინც გამოჩნდა, რომ მათი დამარცხება შეუძლებელი არ არის. ბარსას თავისი ზედმეტად ამოწეული დაცვის ხაზითა და თამაშგარის მახაზი აპელირებით ძალიან გაუჭირდება ისეთი სისწრაფის ფორვარდებთან, როგორებიც დემბელე, ბარკოლა, კვარა და დუე არიან. მით უმეტეს, როცა მათ ნახევარდაცვიდან ვიტინია, ზაირემერი, ნევეში და რუიზი ამარაგებენ. შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ ჰანსი ფლიკი იძულებული იყოს, რომ ჩვეული ტაქტიკა შეცვალა. ტაქტიკური ომები კი ლუჩოს არასდროს უჭირდა და მეტიც მისი ძლიერი მხარეა. მადრიდის რეალს ზედმეტი კომენტარი და ტაქტიკური შესწავლა არ სჭირდება. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ისინი ცუდ ფორმაშიც კი პოულობენ საკუთარ თავში ძალას, რომელიც ნებისმიერ გუნდს ამარცხებს, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე. მაგრამ გარდა ამ ჯადოსა, მოდი შევხედოთ რეალურ სურათს. არ არსებობს წლევანდელ სეზონში ასპექტი, სადაც წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით PSG რეალს ჩამოუვარდება. საწინააღმდეგოს ფიქრობთ, დაწერით კომენტარებში და ერთად ვიმსჯელოთ ამაზე რამდენიც გინდათ. და თუ PSG-მ შეძლო და გამოავლინა ხასიათი და ხარისხი, რითიც ენფილდზე ლივერპული კამბექით გამოაგდო. რატომ ვერ შეძლებენ ინტერის მდგრადი დაცვის დაძლევას? ან რატომ ვერ აჯობებს გამოუცდელ კომპანიის ენრიკე ტაქტიკურად? მოკლედ, წინასწარ ვერავინ ვერაფერს იტყვის. შეიძლება ჩემპიონთა ლიგა ასტონ ვილამ მოიგოს და ოლი ვოტკინსმა ფინალში ჰეტრიკი შეასრულოს. ან საერთოდ ოლექსანდრ ზინჩენკო გახდეს ტურნირის საუკეთესო მოთამაშე. ფაქტი მხოლოდ ისაა, რომ პარი სენ-ჟერმენმა ამ სეზონში უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ ყველა გუნდთან შეუძლია სასურველი შედეგის მიღწევა. და თან ამას ულამაზე სტილში აკეთებს. ვიდეო ისე არ შედგება, რომ კვარა ცალკე არ განვიხილოთ და სანამ უშუალოდ ამაზე გადავიდოდეთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ალაიქოთ ვიდეო და ჩართოთ ზარის ხილაკი, რომ არ გამოგჩეთ ძალიან საინტერესო საფეხბურთო ვიდეოები. როგორ შევაფასებდი კვარას ფორმას პარიზში გადასვლის შემდეგ? 10-დან 20. დახვეწილი პასები, თავდაჯერება, მონდომება, ტექნიკა. კვარა იქცა იმ ფეხბურთელად, რომელთა ნამდვილი წვლილიც სტატისტიკაში ხშირად ვერ აისახება, მაგრამ მოედანზე ყველა ხედავს. ნელ-ნელა ქარწყალდება ის ეგრეთ წოდებული ერთი სეზონის საოცრების შაუთები და ქართველი იღებს მის ყვავილებს საერთაშორისო ლეველზეც. სტატისტიკაზე ვერ ასახვა, იმიტომ მოახსენე, რომ კვარას პარიზში გადასვლის შემდეგ 14 მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მოუგროვდა. რაც დაუჯერებელი და სასწაული ამბავი ნამდვილად არ არის, თუმცა მისი საშუალო რეიტინგი 7.5-ია და ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. გუნდში დემბელეს შემდეგ დონარუმასთან ერთად იგი პირველია. ხუთას გამოყენება პირველივე თამაშებიდან ლუჩომ სხვადასხვა პოზიციებზე სცადა. დააყენა მარცხენა ფლანგზე, მარჯვენა ფლანგზე, 10 ნომერზე და ცრუსრიანზე, რომ მისი საუკეთესო ვარიანტი ეპოვა. პრინციპში ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ისეთ შემტევ ფეხბურთელებში, როგორებიც PSG-ს ყავს, რთულია მხოლოდ ერთის გამორჩევა ან ერთის დაჩაგრვა. და ხვიჩამ ყველა პოზიციაზე გაამართლა. სადებიუტო გოლი კვარამ ცრუსრიანის პოზიციაზე თამაშის დროს შეალო. ჩემპიონთა ლიგაზე კი მარცხენა ფლანგელის როლში იყო, როდესაც ბრესტს გაუტანა. კვარას პარი სენ-ჟერმენში ტრანსფერის გაოფიციალურებამ, რა თქმა უნდა, ნეაპოლში კარგი რეაქცია არ გამოიწვია.
ქალაქი, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს, კარგავს ფეხბურთელს, რომელმაც მათ 99-90 წლების შემდეგ პირველი იტალიის ჩემპიონობა აზეიმა. და ეს აქამდე ვინ გააკეთა? დიეგო მარადონა. ჩვენ ამით თუ კარგად გვესმის, ის არის, რომ ხალხს, რომელიც ძალიან სწრაფად იყვარებს ადამიანს და ცამდე ადიდებს მას, მისი შეძულებაც არ უჭირს. ნაპოლის კომაგებს იმდენად უყვართ თავიანთი გუნდი და მათთვის იმდენს ნიშნავს ფეხბურთი, რომ რიგ შემთხვევებში ტოქსიკურობაშიც გადასცენ. ასე რომ არ იყოს მთელს ქალაქში ფეხბურთელების ხატები არ იქნებოდა გამოკიდებული. შესაბამისად, ერთი მხრივ შეიძლება მათი გაგება, თუ რატომ არიან იმედგაცრუებულნი კვარას გადასვლით, იმიტომ რომ მათ კვარას ხატები დაუდგეს, იმიტომ რომ კვარაზე სიმღერები დაწერეს, იმიტომ რომ იტალიაში ბავშვებს ხვიჩას არ ქმნიდნენ. მაგრამ მეორე მხრივ, შევხედოთ ცოტა რეალურად. იმ ფეხბურთელის ამოძულება, რომელმაც ნანადრე ტიტული 33 წლის შემდეგ დაგიბრუნათ, არაფერ შეცის. თუმცა რა თქმა უნდა არსებობენ ჯერ კიდევ ისეთი ნაპოლის ფანები, რომლებსაც ისევ უყვართ კვარა და ისევ აფასებენ იმას, რაც კვარა მათი გუნდისთვის გააკეთა. ეროვნულ ნაკრებსაც შევიხოთ და ვთქვათ, რომ კვარაცხელია სომხეთში ჩატარებულ თამაშში ნაკრებს ჩეხეთთან კამათის დროს მიღებული ყვითელი ბარათის გამო დააგდა, რაც უაზრო შეცდომა იყო მისგან, თუმცა ნაკრებმა არ შეიმჩნია ულიდერობა და ჟორჟის და ქოჩორას გოლებით მეტოქე სტუმრად გაანადგურეს. დინამო არენაზე კი შეიძლება არც კი გახდეს საჭირო ლიდერების დატვირთვა სტუმრად ლაღი მოგების შემდეგ. იმის გამო, რომ ნაკრებს გურამ კაშიაც აკლდა, სანიოლმა ექსპერიმენტარულ 4 მცველიან ტაქტიკას მიმართა, რასაც ძირითადად არ აკეთებს ხოლმე. დაცვის ხაზში იყვნენ აზაროვი, ორი ცენტრალური მცველი ლოჩოშვილი და გოგლიჩიძე და მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე. გოგლიჩიძეს ეს რეალურად სადებიუტო თამაში იყო და მან დავალებას შესანიშნავად გაართა თავი. ლოჩოშვილიც კარგი იყო, სანამ დაიტრამებოდა. მეორე ტაიმში იგი მოვლენიდან ტრამვის გამო გავიდა და მიუხედავად ტრამვის სიმსუბუქისა, იგი მეორე მატჩში მაინც დააკლდება ნაკრებს სომხეთთან. სომხეთს მიქაუტაძემ დუბლი შეუისროლა და რახან ვიდეო ლიგა 1-ზე და მის ნომერი პირველ გუნდზეა, 1-2 სიტყვით ჟორჟსაც შევიღო. კვარას და ბუდუს მსგავსად, ჟორჟიც საუცხოო ფორმაშია. ბოლო სამ თამაში ქართველის ანგარიშში 5 გოლი და 3 ასისტია. ყველაზე გამორჩეული საოცრება მან ლეაურთან გვანახა, სადაც შემოსვლიდან 1 წუთში ძალიან მაგარი ასისტი გააკეთა. 5 წუთში გოლი გაიტანა, 15 წუთში კი მეორე ასისტი დააყოლა და თამაში 2-1-დან ლიონის სასარგებლოდ პირადად მომატრიალა. აღსანიშნავია ისიც, რომ სომხეთის ამჟამინდელი მწვრთნელი, როდესაც ჟორჟი თამაშობდა აიაქსში, სწორედ აიაქსის მწვრთნელი იყო. და ჟორჟს ვერ აძლევდა იმ დროს და როდესაც აძლევდა დროს, აძლევდა არასასრულო პოზიციაზე და ეს თავადად განაცხადა სომხეთის მწვრთნელმა. მიუხედავად ამისა, ისინი პროფესიონალები არიან და რა თქმა უნდა, არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა თამაშის შემდეგ, ჩვეულებრივ გადაეხვნენ ერთმანეთს. მწვრთნელია და რასაც უნდა იმას იზამს, რა თქმა უნდა. უბრალოდ ისევ თვითონ თუ ინანებს იმას, რომ ჟორჟის ნამდვილი პოტენციალი ვერასოდეს ვერ გამოიყენა აიაქსში და ძალიან მალევე გაუშვა გუნდიდან. თუ ამ ვიდეოს აქამდე შემორჩით, ესე იგი ასეთი სახის საფეხბურთო ვიდეოები მოგწონთ. თუ ასეა, უნდა გამოიწეროთ აუცილებლად ლაინსმენის არხი და ჩართოთ ზარისხილაკი, რომ არ გამოტოვოთ ასეთი კონტენტი. თითქმის 2 წლიანი პაუზის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ დავბრუნდეთ YouTube-ზე, რომ მოგამარაგოთ ძალიან საინტერესო ვიდეოებით, ნიუსებით, ტრანსფერებით და განხილვებით. ახლა კი დაგემშვიდობებით. ნახვამდის.